შორის აი ძალიან მაგარ რაღაცა გეტყვით კიდე რა. აი ხო წერთ რომ ბიჭო რაღაცა არაბები ქალაქების შენებას იწყებენ საქართველოში და იმათ მეორე მხარის სუპერ პასუხი გითხრა. ეგრე ძმაო, დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები რო ჩამოასახლა საქართველოში რა. ბიჭო, აი დავით აღმაშენებელი არის მეფე, რომელმაც არაბები აი 400 წელი თბილისი ეჭირათ და დავით აღმაშენებელი მეფე, რომელმაც არაბები გაყარა თბილისიდან. მაგ მეფეზე მაინც ნუ აკეთებ ბიჭო რეფერენს. აი პირდაპირ გაგებით რა ხდება იცი ხალხო? დავით აღმაშენებელმა რო გაყარა აქედან არაბები გამოხდა ხანი და ეხა ბიძინა შემოიყვანა და ქალაქებს ააშენებინებს და ანუ აქ ან მანდ უნდა რა ხდება თო? მანდ უნდა დაემატოს ერთი რაღაც მათ შორის ყივჩაღების ჩამოსახლებაზე არსებობს რაღაც თლად არასწორი და არაადეკვატური წარმოდგენები რა. დავით აღმაშენებელმა როცა ყივჩაღები ჩამოასახლა, მანამდე სელჯუკებს დაპყრობილი ქონდათ ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი და გარშემო ძალიან ბევრი ტერიტორია. დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა ჩვენი, ანუ ქართველებით დასახლებული ტერიტორიები და მომიჯნავე ტერიტორიებიც, რომლებზეც თარეშობდნენ სელჯუკები მუდმივად და ამ მომიჯნავე არა სადღაც მოდი აი სადღაც ქუთაისში ჩავასახლოთ ყივჩაღები კი არა, მომიჯნავე ტერიტორიებზე, სადაც თარეშობდნენ სელჯუკები, მესაზღვრეებად გამოიყენა არა რული იდეოლოგიის, არამედ უბრალოდ სხვა ეთნიკური წარმართები, რომლებიც გაქრისტიანებას უფრო მარტივად ექვემდებარებოდნენ. ანუ მანდაც ხო დიდი მნიშვნელობა აქვს, აი მაგალითად მოწინააღმდეგის განეიტრალებისთვის დაქირავებულ ჯარად იყენებ ისეთი იდეოლოგიის მატარებელ მხარეს, რომელიც მტრული იდეოლოგია სელჯუკებთან კი ვერ გაერთიანდება უცებ და შეიძლება შემოგიტიოს თუ იყენებ მოკავშირეობასთან ბევრად ახლოს მყოფ კულტურული შინაარსის რაღაც წარმართებს, რომელსაც უფრო ადვილად გააქრისტიანებ, რომლებიც მომიჯნავე ტერიტორიებს, არა ქართველები დასახლებულ სადაც რაჭაში კი არა იყვანეს და მანდარაში რა ქვია, შიდა ქალთში კი არ ჩაასახლეს, რომ მიდი ქართველები ცხოვრობენ და თქვენი ცხოვრეთ. აი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა რა. პატივცემულო მაყურებლებო, აი ხა თქვენ ვინც გიყურებთ რა. ეგეთ კითხვა მაქვს. რამდენ ყივჩაღს იცნობთ ძალიან გთხოვთ მითხარით. აი თქვენ სანაცნობოში რამდენი ყივჩაღი არის? რა მოხდა? სად არის დავით ჩამოსახლებული? არა, ესენი იტყვია რომ ეს არაბებიც ხა რომლებიც აი ნახე დიდი ნაწილი წავიდა, ვინც დარჩა იმდენად ასიმილირდა, რომ ქრისტიანები გახდნენ და გაქართველდნენ. და ამ თქვენ რას მეუბნებით ხა, რომ ეს არაბები აქ გასაქართველებლად ჩამოასახლა, უნდა ბიძნაევანიშვილმა, ანუ აი ეგ შეიხი რანაირად მიიღეს. ეგ ხა აქ რო ქალაქებს ააშენებს, არაბები რო იყიდიან მაგ აპარტამენტებს, ანუ ბიზნეს გეგმარო ეგენი გააქართველოს? ხო, არა, ოღონ იმ დროსაც ქართველების ტერიტორია, ქართველები სადაც ცხოვრობდნენ, მაგ მიწებზე არ ჩამოუსახლებიათ. მომიჯნავე ტერიტორიებს, სადაც მესაზღვრეების ფუნქცია უნდა შეესრულოს, სადაც სელჯუკები თარეშობდნენ, მოხდა განთავისუფლება. მაშინ დავით აღმაშენებელმა მარტო საქართველოს ტერიტორიები კი გაათავისუფლა. სომხეთამდე და იქით რა აზერბაიჯანისთან და კახთა შირვა სადა ყველა გადაარჩინეს მაშინ ქართველებად დავითის დროს გარშემო ტერიტორიები და მომიჯნავე ტერიტორიების დაცვისთვის გამოიყენებოდა ეგ ძალები და ერთ რაღაცას დავამატებ რა